პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია. მიდიხართ თქვენთვის, მანქანით, არაფერი დაგირღვევიათ და უცებ პატრული გაჩერებთ. დაძაბულობა პირველივე წამებიდან იგრძნობა, ხომ? ამ განმარტებაში ზუსტად იმაზე ვისაუბრებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოთ კანონი თქვენს სასარგებლოდ და რატომ არის პოლიციელის ეთიკა თქვენი ყველაზე ძლიერი ფარული იარაღი. მოდით, სურათი უფრო დეტალურად წარმოვიდგინოთ. პოლიციელი მოდის თქვენი მანქანის ფანჯარასთან. არ იხსნის მუქ მზის სათვალეს, საღეჭ რეზინს ხეჭავს და ზემოდან გიყურებთ, სრულიად ქედმაღლური ტონით გელაპარაკებად. ალბათ გქონიათ ეს მომენტი, როცა თავს დაჩაგრულად გრძნობთ, რადგან თქვენს წინაშე ფორმიანი ადამიანი დგას. მაგრამ დაფიქრებულ ხართ ოდესმე, ნუ თუ ეს საერთოდ ნორმალურია, აქვთ მათ უფლება მზის სათვალით და ასეთი ტონით გესაუბრონ. მოდით პირდაპირ ვთქვათ, იმიტომ რომ პასუხი ნამდვილად გაგაოცებთ. თუ პოლიციელი ზუსტად ისე იქცევა, როგორც ახლა აღწერეთ, გილოცავთ. მან თქვენს თვალწინ უკვე დაარღვია კანონი. დიახ, ეს არ არის უბრალოდ ცუდი მანერები, ან ოფიცრის ცუდი განწყობა. ეს არის კონკრეტული სამართლებრივი დარღვევა, რომლის გამოყენებაც პირდაპირ შეგიძლიათ. და რა არის თქვენი როგორც მოქალაქის საიდუმლო იარაღი სისტემის წინააღმდეგ? ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ნომერი 999. ეს რიცხვი 999 ძალიან კარგად უნდა დაიმახსოვროთ. ის თამაშის წესებს აბსოლუტურად ცვლის თქვენს სასარგებლოდ და არის უმთავრესი დოკუმენტი პოლიციელებთან ურთიერთობისას. ეს ბრძანება ამტკიცებს პოლიციის ეთიკის კოდექსს. და აქვე მინდა მკაფიოდ თქვა, ეს არ არის უბრალოდ კეთილის სურვილების სია ან რაღაც ზრდილობის სახელმძღვანელო. არა, ეს არის მკაცრი, სავალდებულო სამართლებრივი ჩარჩო. კოდექსი ადგენს ქცევის წესებს, რომელთა დაცვაც ვალდებულებაა თითოეული პოლიციელისთვის ყველა ინტერაქციის დროს. თუ ისინი ამ წესებს არ ღვევენ, ესე იგი კანონს არ ღვევენ. სულ ეს არის. რომ არ ვიყოთ აბსტრაქტულები, პირდაპირ კოდექსის ტექსტს შევხედოთ. მუხლის 3.3 ნათლად ამბობს, რომ პოლიციელის მხრიდან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონი და ფამილიარული ტონი. ანუ კანონი პირდაპირ უკრძალავს მას, რომ ზემოდან დაყუროთ ან შეგაშინოთ. პირიქით ის ვალდებულია, რომ თავაზიანი იყოს. ახლა კი გადავიდეთ 3.5 მუხზე, რომელიც კონკრეტულ აკრძალულ ქმედებებს ეხება. და ეს იდეალურად გვაჩვენებს იმ ვიზუალურ დეტალებს, რასაც მაშინვე უნდა მიაქციოთ ყურადღება ოფიცრის მოახლოებისას. მოქალაქესთან ურთიერთობის დროს პოლიციელს კაცრად ეკრძალება, მზის სათვალის ტარება, სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურზე საუბარი და მანქანიდან საუბარი. აბა დაფიქრდით, რამდენჯერ გინახავთ პოლიციელი, რომელიც სწორედ ამ აკრძალვებს არღვევს. ალბათ ახლა ფიქრობთ, მერე რატომ აქვს ასეთი მნიშვნელობა საღეჭ რეზინს ან მუქ სათვალეს? ეს ხომ უბრალოდ წვრილმანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯარიმა გემუქრებათ. მაგრამ სინამდვილეში, ქცევის ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები თქვენი დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იცით რა არის აქ ყველაზე საინტერესო? ეს ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია. პოლიციელი, რომელიც ქუჩაში, ასე ვთქვათ, ლომი